თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორგის სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. დღევანდელი სასამართლოს სხდომა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწმით შემოიფარგლა, იყო მეორე მოწმეც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 6 საათი ხდებოდა, ერთ-ერთმა ადვოკატმა ითხოვა ის, რომ მას მთელი დღე ჰქონდა აწყობილი სწორედ ამ სხდომაზე და მან თქვა, რომ 6 საათის შემდეგ ვერ დარჩებოდა და სწორედ ამიტომ მოსამართლემ დააკმაყოფილა მისი ეს მოთხოვნა და სასამართლოზე შემდგომ სასამართლოზე უკვე 18 ივლისის სხვა მოწმეც გამოიკითხება. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა ექსპერტი, მან ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, ანუ იდენტიფიცირება მოახდინა პირების, დაათვალიერა კონკრეტული ვიდეო მასალა და მან ორჯერ ჩაატარა ეს ექსპერტიზა და განაცხადა, რომ ამ ვიდეოებში ფიგურირებენ ზვიად ცეცხლაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გორგაძე და მან თქვა, რომ ამ ვიდეოებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებოდა, არ იყო იერსახე შეცვლილი და სწორედ ამიტომ ის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზისთვის იყო ვარგისი და შემდგომ ადვოკატებმა დაუსვეს მას კითხვა, რომ დასკვნაში, ექსპერტიზის დასკვნაში რატომ არ იყო აღნიშნული იმის შესახებ, რომ მონტაჟი არ აისახებოდა ამ ვიდეოებში და მან განაცხადა, რომ მის კითხვებში ეს არ ყოფილა და მან ჩათვალა, რომ რადგან მან დაადგინა, რომ მონტაჟი არ იყო ამ ვიდეოებში, ეს ყველაფერი ამ დასკვნაში, ექსპერტიზის დასკვნაში არ აესახა. ასევე ადვოკატებს ჰქონდათ მასთან სხვა კითხვებიც, იყო ასევე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევაც, კონკრეტულად მაგალითად გუჯა ავსაჯანიშვილმა, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მას წარუდგინა ვიდეოები და ჰქონდა კონკრეტული კითხვები მასთან, იყო რა თქმა უნდა პროკურორების მხრიდან იმის თქვა, რომ ეს კითხვა არ იყო რელევანტური და ასევე გეტყვით იმასაც, რომ თავად ამ ექსპერტს კითხვები დაუსვეს ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც და რაც შეეხება გიორგი გორგაძეს, გეტყვით იმას, რომ დღევანდელ სხდომაზე, როდესაც სხდომა უკვე გაიხსნა, მაშინ ის შეუძლოდ გახდა და მისთვის ექიმის გამოძახება გახდა საჭირო, ექიმმა ჩაუტარა დახმარება, თუმცა შემდგომ უკვე სასწრაფოც კი გამოიძახეს, თუმცა ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და ის სხდომა რამდენიმე ხანში კვლავ განახლდა, თუმცა როდესაც პირველი მოწმე იკითხებოდა, რაღაცა დროს მან ითხოვა, რომ სასამართლო დარბაზიდან ის გაეშვათ კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან თავს ვერ გრძნობდა კარგად, სუსტად იყო და ეს დააკმაყოფილა მოსამართლემ. რაც შეეხება უკვე იმას, თუ რას ამბობენ ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე, მათ ჰქონდათ სხვადასხვა კითხვები მოწმესთან დაკავშირებით და ისინი უკვე დეტალურად ყვებიან იმის შესახებ, თუ რა პრეტენზიები გააჩნიათ მათ სწორედ ამ ექსპერტთან და რა შეფასება აქვს ზოგადად დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და ჩვენ შეგვიძლია რომ მათი კომენტარები ახლა მოვისმინოთ. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, ეს გახლავთ ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზები, რიგ შემთხვევაში ორჯერ, თავიდან როცა მას მიაწოდეს Facebook-დან გადმოწერილი ვიდეოები, ხოლო შემდეგ უკვე როცა მიაწოდეს უკვე ამოღებული შედარებით ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეო მასალა, თუმცა იგივე შინაარსის და იგივე ხასიათის. მოწმეს ჩვენების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ დადგინდა, რომ მან ვერ დაასახელა მეთოდოლოგია, რომლითაც განახორციელა იდენტიფიკაცია და იდენტურობის დადგენა ვიდეო კადრებზე, უფრო მეტიც დაცვის მხარემ მოახდინა ციტირება იმ მეთოდოლოგიისა, იმ სახელმძღვანელოსი, რომელსაც ეყრდნობოდა ექსპერტი მისივე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რაზეც ექსპერტმა თქვა, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელიც მასვე აქვს მითითებული და რომელიც მიხედვითაც მან ჩაატარა ექსპერტიზა, არის მოძველებული და ამ ნაწილში მას არ ეთანხმება საუბარი არის ალექსანდრე მიხეილოვიჩ ზინინზე, რუსიურისზე, რომლის სახელმძღვანელობით იყო მთავარი წყარო ექსპერტიზის ჩატარების დროს და მთავარი სახელმძღვანელო ექსპერტიზის ჩატარების დროს. ასევე რაც შეეხება ამოსაცნობი ნიშნების
ერთი ფოტოსა და მეორე ფოტოს შედარების ფარგლებში ამოსაცნობი ნიშნების identურობასთან დაკავშირებით ექსპერტმა არსებითად განსხვავებულ ფოტოზე და არსებითად განსხვავებული დამახასიათებლების ფარგლებში უპასუხა თითქოს მან ყურის ბიბილოს, თვალის ქუთუთოს, ცხვირის ზომის ნიშნებით მოახერხა ამოცნობა. აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით თუ მოგვეცემა საშუალება რომ ვრცლად კონკრეტული ფოტომასალის შეჯერების და შედარების ფარგლებში გავასაჯაროთ ეს საკითხი აბსოლუტურად შეუსაბამო ყურის ფორმის, ქუთუთოს, ცხვირის ფორმის პიროვნების შედარების შემთხვევაში ექსპერტმა დაწერა რომ თითქოს მან დაადგინა ამ ნიშნებით identურობა, რაც აბსოლუტურად ცდება რეალურობის ფარგლებს. შესაბამისად მიმაჩნია რომ ექსპერტიზის დასკვნა ამ ნაწილში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოგვიანებით დასკვნით ნაწილში, დასკვნით სიტყვებში შევაჯამებთ, რატომ არ უნდა იქნეს მისი გაზიარება სასამართლოსთვის უკვე განაჩენში, როდესაც მიეთითება კონკრეტული მტკიცებულება. და შესაბამისად დღევანდელი მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის სრულყოფილად და ერთიან კონტექსტში შეფასებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღევანდელი მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციას შეიცავს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებს რომლებიც ჩვენ ვერ მოვისმენთ დღეს დამაჯერებელი პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით რომლებიც ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ასე ვთქვათ გადამოწმებადი უნდა იყოს ობიექტური სამართლიანი და ჩვენ უნდა მოგცემდეს იმის შესაძლებლობას რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ სანდოდ დავაღვიძნოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას რაც დღევანდელი ექსპერტთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ და საბედნიეროდ პირიქით ჩვენ ასე ვთქვათ პოზიციიდან გამომდინარე საბედნიეროდ ჩვენ ვერ დავეთანხმებით აღნიშნული ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას და ვერ სასამართლომ არ უნდა დაეღვიძნოს აღნიშნულ დასკვნას იმიტომ რომ გაცემული დასკვნა ფაქტობრივად არ გაძლევს იმ კითხვას, რასაც დღეს დასვლის მხარეს მიერ იყო დასმული პროცესი. პროკურატურას დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და ჩვენ მხოლოდ ადვოკატების კომენტარების ჩაწერა მოვახერხეთ, რაც შეეხება ბრალდებას, გეტყვით, რომ პროკურატურა სამ ბრალდებულს ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხოლო 5 მათგანს მასში მონაწილეობას და შემდეგი სასამართლოს სხდომა არის დანიშნული 18 ივლისს.